საყვარი პიგოვიჩის თავგადასავლის მხატვარი, უკვე მაყურებლისთვის ცნობილი მარიამ პატაშურია. მოგესალმებით. მიიღო კონკურსებსა და ფესტივალებზე მონაწილეობა, ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში რომ გახდე წიგნის მხატვარი, ეს უკვე ნამდვილად გამარჯვებაა და დიდი პასუხისმგებლობა. როგორი იყო წიგნზე მუშაობის პროცესი? თავდაპირველად წავიკითხე ხელნაწერი პიგოს შესახებ, რომელიც შეგვიძლია წიგნის სახით უნდა გამოსულიყო. შემდეგ გავეცანი პიგოს შესახებ გარკვეულ ეპიზოდებს, ვნახე სურათი, თუ როგორი იყო პიგო სინამდვილეში და შევეცადე, რომ ჩემი ხედვით ამესახა პიგო სხვადასხვა ეპიზოდის მიხედვით, სხვადასხვა გარემოში. შემდეგ მოხდა ბევრი ჩასწორებაც, რადგან პიგო უნდა ყოფილიყო განსაკუთრებული პერსონაჟი, რადგან მთავარი გმირი იყო წიგნის პიგო, უნდა ყოფილიყო განსაკუთრებულად მიმსგავსებული რეალურ პიგოსთან. სახე, მიმიკა, ყველაფერი უნდა ყოფილიყო ზუსტი, რადგან იყო ძალიან კეთილი. წიგნის ავტორთან შეთანხმებით ხდებოდა მრავალი ჩასწორება და ნელ-ნელა იქმნებოდა პიგო. საბოლოოდ ამ ჩასწორებების შედეგად შეიქმნა პირველი ნახატი, სადაც პიგო იყო ზუსტად ისეთი, როგორიც სინამდვილეში და შემდეგ უკვე სხვა ეპიზოდებშიც, სხვადასხვა მოქმედებაში და მოძრაობაში ავსახე პიგო. რამდენი ნახატი დახატე მარიამ და ყველაზე მეტად იმ ნახატებიდან რომელი ეპიზოდი მოგეწონა? რომელი იყო შენთვის ყველაზე მთავარი? მთლიანობაში დავხატე 7 ნახატი. ჩემთვის ყველა ნახატი საკმაოდ ლამაზია და საკმაოდ საყვარელია, მაგრამ განსაკუთრებით მომეწონა ის ნახატი, სადაც პიგო არის კეთილ ფერიასთან ერთად, რადგან განსაკუთრებული თითქოს კეთილი სახე აქვს პიგოს, ძალიან კეთილშობილი გამოხედვა აქვს და ფერიაც ძალიან ლამაზია და თითქოს კარგ განცდებს იწვევს მაყურებელში ეს ნახატი. ამ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის იყო ძალიან საინტერესო, რადგან ზოგადად ცხოველებიც მიყვარს ძალიან და პიგო იყო ძალიან საყვარელი გოჭი ჩემთვის. მით უმეტეს ადამიანებთან იყო მეგობრული, სიკეთეს აკეთებდა და უნდოდა რომ დედამიწა დაეცვა როგორც შეეძლო და გადაერჩია ნაწილობრივ. ძალიან საინტერესო წიგნია, ამიტომ ვურჩევ ყველას რომ წაიკითხოს პიგოვიჩის თავგადასავალი. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა თქვენ ბევრი საინტერესო პროექტებისთვის.